ფანტასტიკაში ვცხოვრობთ ჩვენც, ამიტომ შეაქვს წიგნი იზოლატორში ფანტასტიკის სფეროდან. ნათია ჭავჭანიძემ თავად სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო. მეუღლე კი სისტემამ პატიმრობაში გაუშვა. დღეს ქვეყნის ისტორიაში პირველად 5 ადამიანი იზოლატორში ტროტუარზე დგომის გამო გაუშვეს. 7 პროცესიდან 2 სიტყვიერი გაფრთხილებით, 5 კი პატიმრობით დასრულდა. არ ვაღიარებთ ამაც ლეგიტიმურობას და ვამბობთ იმას, რომ სასამართლო ჯიბეში უზით, შესაბამისად ჩემი იქ ყოფნა, არ ყოფნა არაფერს ცვლი და ამიტომ ეგეც გადაწყვეტილი მქონდა, რომ არ მივიდოდი გამოცხადებას. ჩალაგებული მაქვს, სახლში დატოვებული მაქვს ნივთები, რაც უნდა შემოეგზავნოთ ჩემთვის, ამიტომ არ მქონდა მოლოდინი, რომ სიტყვიერით შემოიფარგლებოდნენ. ყველანაირად ცდილობენ, რომ ჩამოგვაშორონ პროტესტს, ჯერჯარიმებით ეცადენ. სამსახურიდან გამოშვებით, ეხლა რა ვიცი პატიმრობა 4 დღიანიო, ალბათ მე 1 წლიანსაც მომისჯიან და ყველანაირად ცდილობენ, რომ აღარ გამოთქვა ჩვენი აზრი და ტროტუარზე დგომისთვის ციხეში სვავენ. მე ვერ დამაშინებენ და იქ ვინც დგას დარწმუნებული ვარ, რომ ვერავის ვერ დავაშინებ. 5 დაკავებულიდან 3 ტროტუარზე დგომის გამო პატიმრობაში მოსამართლე დავით მაკარაძემ გაუშვა. მოსამართლე მაკარაძე თბილისის სასამართლოში გორიდან მივლინებით შემოდგომაზე გადმოიყვანეს. მან აიღო დღეს საკუთარ თავზე რეპრესიების უპრეცედენტო ტალღა. სანდრო მეგრელიშვილი, დიმიტრი ჯამბურია და ლუკა ნაგლიაშვილი სწორედ მოსამართლე მაკარაძის გადაწყვეტილებით დააპატიმრეს. ეს არ შემიშლის მე ხელს, რომ ამ 4 დღიანი ან თუნდაც 15 დღე მომისაჯონ, ამ ყოველივე შემდეგ მაინც გამოვალ და მაინც დავდგები ტროტუარზე. თუ ეს დანაშაულია, მე მაინც ისევ იმ ადგილას ვიდგებ. დრაკონული კანონია ესეც კიდევ ერთი იმისთვის, რომ ხალხი დააშინონ და განსხვავებული აზრი ჩაახშონ. ჩემი შვილი სანდრო მეგრელიშვილი, რომელიც დღეს გამოაცხადეს დამნაშავედ იმისთვის, რომ იდგა ტროტუარზე, ცალსახად არ არის დამნაშავე, ვინაიდან მისი კონსტიტუციური უფლებაც დაირღვა, უფლება პროტესტის გამოხატვის ან საკუთარი საღი აზრის გამოხატვის. არაადეკვატურია თავად კანონი, რომელიც გვიგრძალავს, რომ დავდგეთ თუნდაც ტროტუარზე, არც გზა გადავკეტოთ, არც არავის ხელი შეუშალოთ არაფერში და მაინც ამისთვის შეიძლება დაგვსაჯოს ვინმე. თქვენ თუ დგახართ ტროტუარზე, მიირთმევთ ლუდს, ნაყინს, ან მზესუმზირას, ჭორავთ მეზობლებს, ან საუბრობთ ფეხბურთზე, თქვენ არ არღვევთ კანონს. მაგრამ თუ დგახართ ტროტუარზე, გიჭირავთ ხელში საქართველოს დროშა, საუბრობთ საქართველოს მომავალზე, ქვეყნის უკეთეს ბედზე, მაშინ თქვენ ხართ უხეში სამართალდამღები და თქვენ შეიძლება აღმოჩნდეთ ციხეში ადმინისტრაციული პატიმრობით, ხოლო თუ მეორეჯერ გაბედეთ და სამშობლოზე ისაუბრეთ ტროტუარზე, თქვენ შეიძლება აღმოჩნდეთ ციხეში 1 წლის ვადით უკვე სისხლის სამართლის წესით. ტროტუარზე დგომის გამო ხალხის ციხეში გაშვებას ხელი მოაწერეს სანქცირებულმა მოსამართლებმა, ცაცუამ და ცეკვავამ. ქალი აქტივისტების სახლში, კაცები კი იზოლატორში. ასეთია დღევანდელი პროცესების შედეგი. ძალიან დაისჯებიან ადრე თუ გვიან ამ ყველაფრისთვის, რომ მოსამართლოდ 1 დღეც კი უწევთ იქ ადამიანებს გატარება თავისი ცხოვრების. მეც კი რომელმაც 3 სასამართლო გამოვიარე და დღეს კიდევ მე-4-ედ მოვედი, რისთვის უბრალოდ სად არის სამართალი ხომ? ანუ რის გამო უბრალოდ ტროტუარზე ვიდექი? 9 აპრილის მემორიალთან დგომის გამო ველოდებ რომ გამიშვებენ ციხეში საქართველოში, სადაც რა ვიცი, სულ რაღაც 30 წლის წინ 9 აპრილის მემორიალთან 9 აპრილის დაღუპული გმირები იდგნენ, აპროტესტებდნენ ამ ქვეყნის, არ ვიცი, თავისუფლების აღდგენა უნდათ და აქედან 30 წელიწადში საქართველოში ისევ თავისუფალი სიტყვის მცველებს გვიჭერებთ, ხო? სამწუხაროა, მაგრამ ავიტანთ არ არის პრობლემა, ბრძოლა ყოველთვის არის საჭირო იმისთვის, რომ შეინარჩუნო თავისუფლება. ნებისმიერ შემთხვევაში გზად ვარ ყველაფერს. ის ფიქრობ, რასაც ფიქრობდი მანამდე, როცა მიგეს ის კანონი, ცოტა არ გვაინტერესებს ეს კანონი, არ ვაღიარებთ, არაკონსტიტუციურია და რაღაც სისულელები წერიაში. მოსამართლეებს არაკონსტიტუციური გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო. საგანგებო განცხადებაში, რომელიც TIM გავრცელა, წერია, რომ ტროტუარზე დგომის გამო ციხეში ხალხის გაშვება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედ ყველა საერთაშორისო სტანდარტს და ამკვიდრებს ახალ პრაქტიკას, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი. ტროტუარზე დგომის საქმეზე ხალხის ციხეში გაშვების გამო დღეს ქართული ოცნება კრიტიკის ქარცეცხლში ევროკავშირმაც გაატარა.
მიუხედავად მრავალი რეკომენდაციისა და განცხადებისა, რომლებიც ქართულ ოცნებას მოუწოდებს, რომ ქვეყანა ევროკავშირის გზაზე დააბრუნონ, დღეს უკვე გვყავს პირველი დემონსტრანტები, ვინც ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვეს ტროტუარზე გამართული პროტესტის გამო. როგორ აფასებთ ასეთ ვითარებას ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში? ის, რასაც თქვენ მიუთითებთ, სამწუხაროდ იზოლირებული შემთხვევა არ არის. ეს არის ქართული ოცნების სისტემური და მუდმივი ძალისხმევის ნაწილი, რომლის მიზანია საქართველოში ნებისმიერი განსხვავებული აზრის ჩახშობა და მშვიდობიანი მომიტინგეების დაშინება. ჩვენ ძალიან მკაფიოდ გამოხატეთ ჩვენი პოზიცია. ეს ქმედებები ძირს უთხრის გამოხატვის თავისუფლებას, შეკრების თავისუფლებას და კანონის უზენაესობას და ეს აბსოლუტურად შეუთავსებელია ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების არსთან. რატომ გახდა საჭირო გორიდან თბილისში აქტივისტების საქმეების განსახილველად მოსამართლე მაკარაძის გადმოყვანა? გორში ამბობენ, რომ მაკარაძემ, რომელიც სისტემაში 2021 წლიდან მოავლინეს, თავი კლანს ერთგულებით დაამახსოვრა. თბილისში ვეღარ მონახეს მოსამართლეები, რომლებიც ამ ყველაფერს თავის თავზე აიღებდნენ და ციხეში გაუშვებდნენ პროტესტანტებს, ადგენენ და რეგიონებიდან გადაჰყავთ მოსამართლეები, რომლებიც არაფრით, მაგალითად დავით მაკარაძე არაფრით არ გამოირჩეოდა. აქაც მივლინებით არის გადასული ახლა თბილისში და ასამართლებენ უდანაშაულო აქტივისტებს. წელიწადზე მეტია უკვე COVID პატიმრების ხედან ციხეებში და მათი გატეხვა ვერ მოახერხა რეჟიმმა, ვერც გატეხავს სამაგიეროდ დაიმსხვრევა ის სისტემა, რომელიც დგას კლანის მოსამართლეებზე და ეს მოსამართლეები, რომლებიც სამარცხვინო გადაწყვეტილებებს იღებენ, აუცილებლად მიიღებენ იმას შედეგად, რომ აგებენ პასუხს ყველა მათ გადაწყვეტილებაზე. გარკვეული რაოდენობა დააწინაურეს წინა, ასე ვთქვათ, ამ რეპრესიული გადაწყვეტილებების მიმღები ნაწილი მოსამართლეებისა და მათ ნაცვლად ეხლა მოიყვანეს ხელახლა გადმოიყვანეს სხვადასხვა რეგიონიდან ახალი მორჩილი მოსამართლეები. სასამართლოში არიან ღირსეული მოსამართლეებიც და შესაბამისად ვერ პოულობენ ისეთ მოსამართლეებს, რომლებიც ხელს მოაწერენ აბსოლუტურად ყველაფერზე. ტროტუარზე დგომის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების ციხეში გაშვების მიზანი სავარაუდოდ აქტივისტების დაშინება, რომ შეწყდეს ყოველდღიური პროტესტი, თუმცა აქცია რუსთაველზე დღესაც ტრადიციულად გაიმართება.